ჩააბარეს გაიარის სერტიფიკაცია და მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არსები საქართველოს რეგიონებიდან შეკრეფილები. რაღაცაა მაგარი ამ დარბაზში. 1000 ლარიანი პედაგოგები, ჩვენი საუკეთესო ბავშვები და საქართველოში გამოშვებული კომპიუტერები. 2-3 წლის წინ ეს იყო ფანტასტიკის საგანზე ყველა გვეთქვა. ჩვენი ქვეყანა ხდება სხვანაირი ქვეყანა. აი ეხლა რამდენიმე დღე ყავდა, ამდენი დღე მეგორი არცად არ შეასრულა, მეტი პრობლემები არ აქვს. და ამ კარდა ქუჩაძე სისტემის ხელმძღვანელმა ცოტა მე შევეშვი და დავათვალეთ იუსტის სახში რაღაცები მოვყევით და აქ წყინვალი მახსოვს და არაფერს არ გაძალებს. მაგალითად ჩვენ გვაქვს ავტონომია საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იგივე რა თქმა უნდა ხშირად ამბობ დიდი ამბავი ამერიკა რუსეთი ორივე ერთი. რანაირად არის ორივე ერთი? ამერიკა ჩამოვიდა იძახის რომ არმია უნდა შექმნათ, იძახის რომ თქვენი ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს, იძახის რომ ყველაფერი ის რასაც რუსეთი ეწინააღმდება. იძახის რომ საქართველოში უნდა იყოს თავისუფლება და დემოკრატია. იძახის რომ უნდა განვითარდეს ჩვენ სკოლებში დებს მომავალი წლისთვის რამდენიმე 10 მილიონ დოლარს და ჩვენ დავამატებთ და 150 მილიონ ლარად დაწყებული წლევანდელი წინა მომავალ წლამდე საქართველოში უკლებლი თითქმის ყველა სკოლა იქნება ისეთი რომ ევროპელებს შეშურდება და არაფერს არ გაძალებს. მაგალითად ჩვენ გვაქვს ავტონომია საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, ძირითადად თანხმედროვე აქვს საკითხებში, მაგრამ არასოდეს ის არ გიწევს რომ მოდი ეს გააკეთე, ის გააკეთე. მაგალითად ეხლა ამერიკამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, საქართველოს არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. და არასოდეს არ მოგწოლიათ რომ გინდა თუ არა გააკეთეთ. ჩვენ მიგვაჩნია რომ საერთაშორისო სამართლებრივად ეს სწორი არ იყო კოსოვოს დამოუკიდებლობა. გამომდინარე ასევე ჩვენი შიდა სიტუაციიდან. და განსხვავებით რუსეთისგან, ამერიკა გაძლევს ამ საშუალებას რომ შენი პოლიტიკა გქონდეს, შენი თავისუფლება გქონდეს, შენი გადაწყვეტილებები გქონდეს. და მთავარი რაც მათ უნდათ რომ შენ განვითარდა და წარმატებული იყო. 7 წლის წინ მთავარი ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდება. ეს იყო დიდი მიღწევა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების გაკეთებაში. ახლა რა ვთქნა ეროვნულმა გამოცდება პრობლემა რაც შეიქმნა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. ვინაიდან იცოდე მე-10, მე-11, მე-12 კლასებში სკოლაში რასაც გააკეთებდა, არაფრის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მთავარი მომიზადა ეროვნული გამოცდები. და ვინცაც უნივერსიტეტში ჩაბარებდნენ, მისთვის მით უმეტეს. ამიტომ დაცარიელდა სკოლა. რაც შეიცვალა განათლების ახალ მინისტრთან ერთად, დიმიტრი შაშკილთან ერთად, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლაში. ბავშვს უნდა დაძალება რომ ისწავლოს. არ არსებობს ხო მე მშობელი ვარ ძალიან კარგად მე მაძალებდა რომ ესწავლა. არ არსებობს დაძალების გარეშე რაღაც ეტაპზე რომ ისწავლოს ვირო. ჩვენ დავუბრუნეთ სკოლაში გამოცდები. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ესეთი სიტუაცია შემიძლია. ერთხელ არის 8 სკოლის გამოცდა და მე არის 4 ეროვნული გამოცდა. 8 სკოლის გამოცდა ცალკე ემზადება ბავშვი, მე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ქირაობს რეპეტიტორს და ემზადება დანარჩენი 4 გამოცდა როგორც წესი. რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არ აქვს. რო ნახოთ ციფრები, რეპეტიტორების ქირაობის საშუალება ძირითადად თბილისის ცენტრში ხალხს და ძალიან ცოტა გარეუბნებში და ძალიან ცოტა მით უმეტეს რეგიონებში. და აღმოჩნდა რომ ისევ დავყავით საზოგადოება პრივილეგირებად 9 აწეულ ასეთ ტიპებად და დანარჩენ საზოგადოებად. აი ეს არის ფუნდამენტური დავა. ამას მე ვერასდროს ვერ მივიღებ და ვერანაირი ელიტისტური ესეთი მიდგომით ჩემ ვერ გავიზიარებ. ამიტომ იყო ჩვენ დავუკარგეთ დრო და ბოლო 1 წელი რო არ გაეტარებიათ ამათ განათლების სამინისტროში კამაჩი და დროზე რომ მიგვიღო ეს გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა და აღარ უნდა ჩატარდეს. წელს ჩატარდება, მომავალ წელს უკვე აღარ უნდა ჩატარდეს. და არ არის საჭირო ორი გამოცდები. არ არის საჭირო ხალხს ბოლო კაპიკები წამოართვა, იმიტომ რომ თავის შვილები წაიყვანონ რეპეტიტორებთან. არ შეიძლება გამოცდაზე თხოვდეს ისეთ რაღაცას ბავშვს, რომელიც არ ისწავლება სკოლაში. მომავალი წლიდან გამოცდები იქნება სკოლაში. იქნება 8 გამოცდა პლუს ტესტი უნარჩვევებში, როგორც არის საფრანგეთში, გერმანიაში, ეგ ცივილიზებულ ქვეყნებში. ამ გამოცდების შედეგებით ბავშვები თუ უკვე ბავშვები ახალგაზრდები ჩააბარემ ყველა უმაღლეს სასწავლებელში. ვისაც უკვე სკოლა დამთავრებული აქვს, იმათთვის კიდე შევქმნით ცალკე ტესტებს, ან ვინც ვერ ჩააბრეს პირველ წელს, წლის განმავლობაში ყოველ შეიძლება და ეხლა რატომ ადრე გამოცდები იყო მარტო ზაფხულში რატომ ხარ? წლის განმავლობაში, პედაგოგებსაც წლის განმავლობაში და იმდენჯერ ჩადოს, რამდენიც მომდებათ ბავშვებსაც რომელიც ვერ ჩააბარემ წლის განმავლობაში ცალ რამდენიც მომდა, აი როცა ჩააბარებენ, მაშინ ჩააბარო.